გაზპრომმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ საქართველოში 51%-ით გაზარდა ბუნებრივი აირის მიწოდება. რაც ნიშნავს იმას, რომ 90-იან წლებში ბრუნდებით. ეს არის პირდაპირ საფრთხე ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და სუვერენიტეტისთვის, აი ქოცები რო იძახიან სუვერენიტეტისთვის, ეს არის საფრთხე. და რატო არის საფრთხე? წელს აზერბაიჯანთან გაზდის ხელშეკრულებას ვადა სოციალურ ტარიფზე, დაბალ ტარიფზე, რომელიც გააფორმა მიხეილ სააკაშვილმა და სოკარი იყო წარმოდგენილი საქართველოში ძალიან დაბალი ფასით. რუსული გაზი ბევრად ძვირი ღირს, რაც ნიშნავს იმას, რომ პუტინის ომმა, რომ გაზპრომი აქცია წამგებიან კომპანიად, ბიძინა ივანიშვილი იქნება ახლა კრემლის მაშველი რგოლი, ის მიიღებს ფინანსურ სარგებელს ამაში და ჩვენ გაგვიძვირდება ცხოვრება, გაძვირდება ბუნებრივი აირის ფასი და ტარიფი, გაძვირდება პურპროდუქტებზე ფასები, ჩვენი ცხოვრება გაძვირდება. ხო გვეუბნებიან მაღალ ფასებს ვებრძვიდო. ეს ყველაფერი აღმოჩნდა ფარსი და ტყუილი. დადასტურდა, რომ ივანიშვილი აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმას პირადი სარგებლობისთვის, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები გაიზარდოს, ჩვენ კი ცხოვრება გაგვიძვირდება. აი ამისთვის არიან ხელისუფლებაში ქოცები, მათი მთავარი ამოცანა არის პირადი სარგებელი, კეთილდღეობა ჩვენ ხარჯზე.